პიტბულის საქართველოში ყოლა არის რისკი, ერთი წამით. მე ვთქვი რისკი. არ მithქვებს რომ არ უნდა ყოლდეს. კომპეტენტოს რუბრიკა. მით უმეტეს არ ვემხრობი მის აკრძალვას. აკრძალვა არ არის გამოსავალი, როცა არსებობს ცნება კონტროლი. და კი, პიტბულს მართლა სჭირდება კონტროლი. ამ ფაქტს უბრალოდ ვერ გავექცევით. თუმცა თუ კი ეს არსება ხდება ისეთი ადამიანის ხელში, რომელიც სრულყოფილად უზრუნველყოფს მის წვრთნას, ქცევით კორექციებს და სოციალიზაციას, ის იღებს ოჯახის სრულფასოვან უთბილეს წევრს, რომელიც მზადაა პატრონის გულისთვის ცეცხლშიც კი შევარდეს. ასეთ პიროვნებას კარგად ესმის, რომ აღყავს დიდი მუსკულატურის მქონე ცხოველი, რომელსაც სოციალიზაცია, სწორად აღზრდა და არააგრესიული ინტენსიური ვარჯიშები ჰაერივით სჭირდება. ასეთ პირობებში კი პიტბულის საიმედოდ გაკონტროლება თავისუფლადაა შესაძლებელი. მაგრამ რა ხდება თუ ეს ძაღლი მოხვდა დილეტანტის ხელში, ვისაც ზემოხსენებული პასუხისმგებლობები გააზრებული არ აქვს, ან უარესი საჩხუბრად უნდა, იღებს ისეთ საშინელ შემთხვევებს, რომლებიც სამწუხაროდ გვსმენია ხოლმე საქართველოში ამ ჯიშის შესახებ. ზრდასრული პიტბულ-ტერიერის გამოსაკვებად დაგჭირდებათ კომპეტენტოს ასეთი შეფუთვის მშრალი საკვები, რომელიც დამზადებულია საქართველოში. თუ გსურთ კიდევ უფრო მეტი სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ, გადადით კომპეტენტოს გვერდზე, რომელიც მონიშნულია ვიდეოს აღწერაში.